საქართველოს საარბიტრაჟო დავები კვლავ აქტუალურია. 2024 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით სახელმწიფო 3.3 მილიარდი დოლარის საარბიტრაჟო დავებში იყო ჩართული. იურისტების ნაწილის შეფასებით საქართველოს რეგიონის მასშტაბით ინვესტორებთან მიმდინარე ყველაზე მეტი საარბიტრაჟო დავა აქვს, რაც როგორც ფისკალურად, ასევე რეპუტაციულად არაერთი რისკის შემცველია. სახელმწიფოს მიმართ ინვესტორის მხრიდან მრავალწლიან და მრავალმილიონიან დავის დაწყება კი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში ინვესტორი კომფორტულად და დაცულად თავს ვერ გრძნობს და მიმართავს იმ მექანიზმებს, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტებით არის გათვალისწინებული. როგორ მოქმედებს საარბიტრაჟო დავები ქვეყნის რეპუტაციაზე და საინვესტიციო გარემოზე და მეორეს მხრივ, როგორ უნდა შედგეს კონტრაქტი ისე, რომ დავის წარმოშობის შემთხვევაში სახელმწიფო ამ პროცესიდან მაქსიმალურად ნაკლებად დაზიანებული გამოვიდეს. თემას სტუმართან ერთად გავშლით ჯეოქეისის დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი გვერდდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ვიქტორ, პირველ რიგში უმეტესი მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა თქვენ. ბატონო ვიქტორ, დღეს ჩვენ არ გვექნება საუბარი გადაცემაში კონკრეტულ საარბიტრაჟო დავებზე, რომელიც არც თუ ისე ცოტაა და ბოლო პერიოდში საკმაოდ გახმაურებული დავების შესახებ გვაქვს ინფორმაცია მიღებული. მე მინდა კითხოთ ზოგადად, რა არის საარბიტრაჟო დავების ფასი ქვეყნისთვის, როგორც რეპუტაციულად, ასე ვთქვათ, ფისკალურად რა რისკების შემცველია და რა, ასე ვთქვათ, შეიძლება იდგეს ამ დავების უკან. თქვენ არაჩვეულებრივად ჩამოაყალიბეთ თქვენს შეკითხვაში და ერთგვარად მიმართულება მიეცით ჩვენს საუბარს, როდესაც ორ ფაქტორზე აღნიშნეთ. ერთი არის ფისკალური, მეორე რეპუტაციული. დავიწყოთ პირველით, რაც რეპუტაციას ეხება, ზოგადად დავა საქმიან პროცესში არ არის ტრაგედია, რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი მოვლენა, ვინაიდან ამან შეიძლება შეაყოვნოს კონტრაგენტებს შორის ურთიერთობა, გარკვეულწილად დანახარჯებით შემოიტანოს ურთიერთობებში, მაგრამ საინვესტიციო დავები, განსაკუთრებით ისეთი დავები, სადაც სახელმწიფო გამოდის მოპასუხეთ ან გნებავთ მოსარჩელეთ, ეს აბსოლუტურად სხვა მოვლენა არის. და როცა ჩვენ რეპუტაციაზე ვსაუბრობთ, სწორედ ეს არის ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, მით უმეტეს ჩვენთვის, როგორც არაბოლომდე თვითქმარი ეკონომიკისათვის, რომ ასეთი დავათა რაოდენობის მომრავლება სხვა არაფერი არ არის თუ არა რეპუტაციულად უარყოფითი საქმიანი ბიზნეს ბარათის შექმნა ქვეყნის თაობაზე, რაც უკავშირდება არა მარტო ქვეყანაში ბიზნეს რისკების გარკვეულ ინდიკაციას, არამედ მათ შორის უკავშირდება იმ გარემოებებს, რომ საკუთრივ კაპიტალის მოზიდვა, კაპიტალის აწევა, ჯერ ასეთი კაპიტალის მოზიდვის საშუალება და მერე მისი გაძვირება, როდესაც საინვესტიციო დავების მომრავლებაზე არის საუბარი. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, პირდაპირ უკავშირდება რეპუტაციულ და მათ შორის ფისკალურ ეფექტს და სხვას რომ თავი დავანებოთ ჩვენ, როცა ფისკალურზე ვსაუბრობთ, წარუმატებელი დავების შემთხვევაში ბუნებრივი არის ეს ჯიბეზე აწვება გადასახადის გადამხდელს, არა კონკრეტულ მმართველ პარტიას ან პოლიტიკურ ჯგუფს, არამედ მედათქვენ და შესაბამისად ეს თვირთი ჩვენ ვეგვიბრუნდება ბუმერანგივით, როცა ხაზინაში, ბიუჯეტში, ვინაიდან თანხა უნდა გავიდეს, ჩვენ წევრი ვართ საერთაშორისო შეთანხმებების, რომლის ძალითაც ეს დავების შედეგად აგისრებული თანხები უნდა გადავიხადოთ, ამიტომ ეს ყველაფერი პირდაპირ დაესახება დანაკლისში, იქნება ეს ეკონომიკური პროგრამები, ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ ასე შემდეგ. ამდენად, აი რეპუტაციული და ფისკალური ეფექტი ძალიან მოკლეზე ასე შეგვიძლია ჩვენ აღვნიშნოთ, თუმცა არის კიდევ სხვა ეფექტები ამასთან დაკავშირებით. ჯერ თქვენ დამისვამთ კითხვას თუ მე ჩავშალო ეს. კი ბატონო, ბრძანეთ საინტერესოა კიდევ რა შეიძლება იდგეს. იცით როგორ არის ნებისმიერი დავა, ეს არის ერთგვარი დიაგნოსტიკა, მათ შორის როგორ იმართება ქვეყანა, როგორ მიმდინარეობს ბიზნეს პროცესი, ვინაიდან დავა არის ფინალური აქტი გარკვეული ციკლის. დასკვნითი ეტაპი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ დასკვნითი. და ძალიან ხშირად, როდესაც და მეც მომიწია პროფესიულად არაერთ დავაში მონაწილეობა, როგორც იურიდიული ფირმის პარტნიორს, აი არბიტრაჟის დავის მასალებში ჩანს დიაგნოსტიკა, თუ როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები, რა ხარისხის ჩართულობა იყო სახელმწიფო ინსტიტუტების და როგორი იყო კომპეტენცია. ამიტომ ეს არის ერთგვარი ანარეკლი, რამდენად გამართული არის ფუნქციონალურად ქვეყანა, რამდენად დამოუკიდებელი არის მის ინსტიტუტები, რამდენად ცოდნა და კომპეტენცია ფიგურირებს მოლაპარაკებებში
და ასევე რაც მნიშვნელოვანი არის, რამდენად ქვეყანაში გამიჯნული არის პოლიტიკა და ბიზნესი. და კონკრეტული გარიგებები, რომლებიც იდება, ეს არის ბურუსით მოცული თუ პროცესი, რომლის პირობებში წარმოებს მოლაპარაკება, ქართულ მხარეს წარმოადგენს სათანადო კონტრაგენტი, რამდენად ღია არის, რამდენად ანგარიშვალდებული არის და რამდენად ჩვენ საზოგადოებას იმ მომენტისათვის, როდესაც შეიძლება დავა ვერ დამთავრდეს ჩვენთვის წარმატებით, სულ მცირე იმის განცდა გქონდეს, რომ ჩვენ სულს უკან არაფერი არ მოხდარა და ეს დავა სამართლებრივად ეკუთვნის მოწინააღმდეგეს, არა იმიტომ, რომ ჩვენ მხარეს რაიმე ცდომილება იყო ან გაუგებრობა, არამედ მისი სამართლებრივი პოზიციები, თუნდაც სამომლაპარაკებლო პროცესში იყო შედარებით უფრო კარგად დაცული და წარმოდგენილი. კი ბატონო, ჩვენ იუსტიციის სამინისტროსგან რამდენჯერმე გქონდა მცდელობა ინფორმაცია გამოვითხოვეთ ამ საარბიტრაჟო დავებთან დაკავშირებით, ჩვენ რაოდენობრივად არ ვიცით, რამდენია ჯამში, თუმცა 2024 წლის ბოლოს მდგომარეობით მოვყევით კიდევაც მაყურებელს, რომ ჯამში თანხობრივად ეს იყო 3.3 მილიარდ დოლარზე მეტი დავები და ისევ იურისტების განცხადებებს რომ დავეყრდნოთ რეგიონში ამ მოცულობის დავებით საქართველო არის მოწინავე. ეს რა ტიპის გზავნილია, ჩვენ ვისაუბრეთ რა შეიძლება იყოს ამის უკან, თუმცა პოტენციური ინვესტორებისთვის ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე, საინვესტიციო გარემოზე ეს როგორ აისახება და ინვესტორები რამდენად ყურადღებას აქცევენ ამ შემთხვევაში ესეთ პრეცედენტებს, რამდენად დაცულად იგრძნობენ ისინი თუ დაუკავშირებენ პარტნიორობას და საქმიანობას ამ ქვეყანას. ანუ ეს რამდენად მათი ყურადღების საგანია, როცა განიხილავენ საინვესტიციოდ მაგალითად საქართველოს. ხა თქვენ რომ გისმენთ კითხვას რომ მიყალიბებდით იმ დათქმით რომ დავები ზოგადად არ არის არანორმალური მოვლენა. დიახ, ეს არ საქართველოს შემთხვევაში მაგრამ ჩვენ აღვნიშნეთ საინვესტიციო დავების მით უმეტეს საარბიტრაჟო საინვესტიციო დავების ძალიან უცნაური ბუნება და თვისება. ჩემი თავი იმაზე დავიჭირე, რომ აი თორსა ჩვენ საუბრობდით რეალობაზე ინფორმაციის და ეს არა მარტო სტატისტიკას ეხება, არამედ როგორ ხდება მოსახურების შესყიდვა მათ შორის, როცა ქვეყანა უნდა იყოს წარმოდგენილი სათანადო კომპეტენციის როგორც შიდა იურიდიული კომპეტენციით, ასევე გარე იურიდიული კომპეტენციით, ესეც სხვათა შორის ეს არ მინდა რაღაც თქვა კორპორატიულ ეგოში ჩამეთვალოს, მაგრამ ჩვენც რომ ვცადეთ, თქვა ამ მხრივ გარკვეულიყავით, არაერთი კითხვის ნიშანი წამოვიდა. ეს ისე თქვა, აი გვერდით შენიშვნა თუ აღნიშვნად. ეხლა ეს რაოდენობა დავების ჭარბი რაოდენობის გარკვეულ კორელაციაში უნდა იყოს, გარკვეულ პროპორციაში ქვეყნის ეკონომიკის მასშტაბთან. ჩვენ მაინც შედარებით მცირე მასშტაბის ეკონომიკა ვართ. ასე რომ ნებისმიერი ეკონომიკა შეიძლება იტანდეს გარკვეული რაოდენობა და დავების რაოდენობას, მაგრამ როდესაც ეს რაოდენობა გადის დასაშვებობის მიღმა, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ პროცესში, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, რასაც დავისკენ მივყავართ და რაც შეთანხმებაზე მუშაობას გულისხმობს და უშუალოდ ჩვენს ინტერაქციას მანამ სანამ მშვიდობიანობის პერიოდში ვართ და არ გადავალთ საომარ პირობებში, პირდაპირ ინდიკატორი არის რაიმე უსწორობას ხო არ ქონდა ქართული მხრიდან ადგილი, ეს უსწორობა იყო მხოლოდ კომპეტენციის დანაკლისი თუ რაიმე კიდევ სხვა мотиваციებითა და სხვა განზრახვებით ნაკარნახევი. რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ კომპეტენციის არ ქონას რომ დავაბრალოთ, ეს დიდი შეღავათი ჩვენთვის არ არის, მაგრამ ასეთი აცდენა რაოდენობაში, როდესაც მატულობს დავების რაოდენობა და ჩვენ კი ვთქვით, რომ ჩვენ კონკრეტულ საკითხებს არ შევეხებით, მაგრამ არის 1, 2, 3 დავა, რომელთა წარმომავლობა სულ მცირე გარკვეულ კითხვებს ბადებს და ეს კითხვები არ არის მხოლოდ სამართლებრივი შინაარსის. ეს მხოლოდ არ უკავშირდება სახელშეკრულებო ტექნიკას, არამედ უკავშირდება იმ ბუნდოვნობას, რომელიც სამზარეულოში ხდებოდა. და როცა ჩვენ ეს გავაწვება შემდეგ და იქ როგორ ხდებოდა ეს თქვა, აი ამ კონკრეტული მუხლების ან შეთანხმებების დავაგება, ეს რა თქმა უნდა იწვევს ჩვენს მინიმუმ ემოციურ გულისხმობას, მაგრამ გულისხმობასთან ერთად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის უარყოფითი გზავნილი საერთაშორისო ბიზნეს თემისადმი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ფულის მოზიდვა ასეთი კონკურენტუნარიანი გახდა. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მცირე ზომის ქვეყნებზე და ჩვენთან ერთად თობით სხვა ქვეყანა არის ჩვენი ზომის თუ ჩვენზე უფრო მომცრო თუ შედარებით უფრო მეტი, რომ ეს ფული მოიზიდოს და საკუთარი ეკონომიკა და ბიზნეს გარემო უფრო მიმზიდველი გახადოს, რა თქმა უნდა, ამ რიგში ყოფნა ხდება გაცილებით უფრო რთული და გაუსაძნისი.
კი ბატონო. ბატონო ვიქტორ, კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, აი, როცა ხელშეკრულებებზე ვსაუბრობთ, იგივე კომპეტენციებზე ვსაუბრობთ, აი იმ ინტერაუს მაგალითი შემიძლია ახლა მოვიყვანოთ, ჩვენ ვიცით რომ წავაგეთ 76 მილიონი დოლარის გადახდა უწევს საქართველოს მთავრობას ინტერაუსთან და ისტორიაც ალბათ ახსოვს ჩვენ საქმიან მაყურებელს, აქ საუბარი შეეხებოდა იმას, რომ ინვესტიციების დაცვის შესახებ ასე ვთქვათ შეთანხმება იქნა დარღვეული საქართველოს მხრიდან, ის რა ვალდებულება აიღო საქართველოს რომ არ გაზრდიდა მოკლედ ტარიფებს, პირიქით მოხდა ტარიფების გაზრდა და ამან მიგვიყვანა სწორედ ამ შედეგებამდე, რომ სწორედ სახათის გადამხდელების თანხა უნდა მიემართოს მოკლედ ამ ასე ვთქვათ ამ თანხის დასაფარად. აი როგორ უნდა დგებოდეს, ვინ უნდა ადგენდეს ამ ხელშეკრულებებს ინვესტორებთან, რომ აი ესეთი დავის წარმოშობის შემთხვევაში, რითაც არ ვართ დაზღვეული არც ერთ შემთხვევაში, აი მაქსიმალურად ნაკლები ზიანით გამოვიდეს სახელმწიფო ამ დავებიდან. ხელშეკრულებათა შედგენა, ხელშეკრულებებზე მუშაობა გაწერილი არის პროცესი თვითონ გაწერილი არის საქართველოს კანონმდებლობაში, მთავარი სიტყვა ეკუთვნის იუსტიციის სამინისტროს, რომელიც მთავარი შემფასებელი არის რისკების და კომპეტენციის დამიხედვით სხვადასხვა უწყებრივი ჩართულობა არის და თუ საუბარი არის მარეგულირებელ დარგებზე, ხა თქვენ ტარიფი ახსენეთ. შემცირდა იქ ტარიფები. ხო, თქვენ რახან ტარიფი ახსენეთ, იქ უკვე შემოდის მარეგულირებელი კომისიების როლი, რომლებმაც კომპეტენტურად პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალ გარემოში უნდა შეაფასონ ამა თუ იმ ტარიფის მიზანშეწონილობა. მე უბრალოდ ერთი რამ კარგი რამ შემახსენეთ, ახლა მე აბსოლუტურად არ ვაპირებდი აბსოლუტურად ესეც ალბათ მოსატანი არის ზოგადად კონტექსტში ჩვენი საუბრის. კიდევ რა შეიძლება იყოს დამატებითი მექანიზმი. სოფლიოში დღეს არის აპრობირებული მექანიზმი არაერთ ქვეყანაში ინვესტიციების სკრინინგის. ანუ შესწავლის. ახლა ჩვენ ზოგადად კი ვამბობთ, რომ ფულსუნი არ აქვს და როცა ეს მოედინება ეკონომიკაში, ჩვენ აქ საუბარი არ არის რომელიმე გეოგრაფიის დისკრიმინაციაზე, ან რომელიმე ეკონომიკური ფორმაციის დისკრიმინაციაზე, მაგრამ ნახეთ, დელიკატურობა საკითხის იმაში გამოიხატება, რომ დღევანდელ სამყაროში, სადაც ეკონომიკა ასე მჭიდროდ უკავშირდება პოლიტიკას და უსაფრთხოებას, ხშირად საჭირო ხდება იმაში უკეთ ჩაძიება კონკრეტული ფულის ან ინვესტიციის უკან რა მიზანი და რა დანიშნულება არის. ამიტომაც განასხვავებენ დღეს პოლიტიკური ფული, კრიმინალური ფული და სხვა წარმომავლობის ფინანსები. ამიტომ საინვესტიციო სკრინინგს და შესაბამის მექანიზმს ასევე თავისი დანიშნულება აქვს და მე ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ერთი პერიოდი ჩვენი დასავლელი პარტნიორები სთავაზობდნენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ასეთი მექანიზმი აქ შექმნილიყო, ვინაიდან ჩვენ ვართ საკმაოდ მოწყვლად რეგიონში, ამიტომ ამ პოლიტიკური ფულის შედეგად ჩვენ შეიძლება ძალიან იოლად ვიქცეთ პოლიტიკურ ნადავლად და ჩვენი უსაფრთხოება გახდეს უფრო მოწყვლადი. იყო ამაზე საუბრები, იყო ამაზე შეთავაზება, დამთავრდა წარუმატებლად, იმიტომ რომ ჩვენ ასეთი მექანიზმი არ აქვს, მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ აი დამატებით შრეებზე, მათ შორის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რამ გაყო ჯიბე და ეროვნული ინტერესი, ალბათ ეს დამატებითი შრეები ასამოქმედებელი არის, მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, ამას სჭირდება პოლიტიკური კულტურა, ამას სჭირდება შესაბამისი გემოვნება. სამწუხაროდ ერთშიც, მეორეშიც და მესამეშიც დღეს ჩვენ მოვიკოჭლებთ. კი ბატონო. ბატონო ვიქტორ, როცა ასე ვთქვათ დავისაგანი ხდება ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები, აქაც მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ იგივე ნამახვანის პროექტის შემთხვევაში, სადაც ჩვენ წავაგეთ ინვესტორ კომპანიასთან, ენკასთან, რაც შეეხება ანაკლის სპორტის პროექტს, აქ პირიქით სახელმწიფო გამოვიდა გამარჯვებული ამ საქმიდან, თუმცა ფაქტია, ამ პროექტებთან დაკავშირებით ჩვენ მივედით საარბიტრაჟო დავებამდე. როცა ეს პროექტები ისევ ძალაშია, ისევ სტრატეგიული მნიშვნელობის არის ქვეყნისთვის, ისევ ეძებენ ინვესტორებს ამ პროექტების განსახორციელებლად, ეს რამდენად შეიძლება იყოს შემაფერხებელი ის, რომ დავისაგან წარმოადგენდა ეს პროექტები პოტენციურად მომავალი ინვესტორებისთვის. ანუ ეს რამდენად შეიძლება იყოს შემაფერხებელი ამ პროექტების განხორციელების პროცესში. პირდაპირი გზით და პირდაპირი კავშირი არის, რა თქმა უნდა, იმ შეფერხებაში ახალი ინვესტორების მოძიებისა. ვინაიდან საკუთრივ ობიექტი უკვე დატვირთული არის ჭყალებში თუ ვიტყვით გარკვეული სამართლებრივი უარყოფითი სამართლებრივი მინარევით,
მით უმეტეს მისდავები, რომლებიც თქვენ აღნიშნეთ, ეს ჯერ ასე ვთქვათ, ის ვალდებულებები არ არის გასტუმრებული და ჯერ კიდევ კიდია ქვეყანას ჩამოკიდებული აქ როგორც დომუქლის מחვილი. ამიტომ ასეთ ობიექტებთან მიმართებაში რა თქმა უნდა რთული იქნება, მაგრამ არა მარტო ასეთ ობიექტებთან მიმართებაში, ახლა მე დრამატიზებას არ ვახდენ. ჩვენ საუბრობთ ახლა თქვენ შეეხეთ ენერგეტიკულ ობიექტებს. ესე იგი ენერგეტიკა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და ჩვენ არაერთგზის თქვით ეგ სიტყვა გავიმეორეთ ჩვენი საუბრის პროცესში. ესე იგი ზოგადად ენერგოსექტორში ეს ორ მნიშვნელოვან ობიექტთან მიდგომა მეტყველებს ხარვეზიან რბილად რო თქვა, ეხლა მე არ მინდა არავის ხელი დავადო და სიტყვა გამექცეს, მაგრამ მინიმუმ ხარვეზიან არასათანადო დამოკიდებულებაზე ქართული მხრიდან, იმიტომ რომ მოლაპარაკების პროცესი იყო კითხვის ნიშნებთან დაკავშირებული, შემდგომი მოვლენები ასევე იყო ძალიან მეტად ბუნდოვანი და დამატებით კითხვებთან დაკავშირებული და ეხლა ჩვენ ეს მემკვიდრეობა, რომელიც გვაქვს, ჯერ ეს მემკვიდრეობა არის გასაწმენდი და მე როგორ მოხდება ახალი ფურსლიდან დაწყება ენერგეტიკაში დამატებით ინვესტიციების მოსაზიდად. ამას რა თქმა უნდა საკმაოდ დიდი ასტუმცირე დრო და ძალისხმევა სჭირდება. კი ბატონო. ბატონო ვიქტორ, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო შეფასებებისთვის. იმედია ინვესტორები არ იგრძნობენ თავს ესე დაუცველად ქვეყანაში მათ შორის. რომ რაღაცა საქმეები მივიდეს აბსოლუტურად გეთანხმები და კიდევ ერთი მოკლე წინადადებით, რომ დღევანდელ ეკონომიკურ ურთიერთობებში სახელმწიფო არ არის მხოლოდ ის ფენომენი, რასაც ჩვენ მიჩვეული ვიყავით ისტორიულად. ეს არის პირველ რიგში პასუხისმგებლიანი კორპორატიული მოთამაშე. ამიტომ ასეთ ურთიერთობებში კორპორატივიზმი, მოქნილობა, ადეკვატურობა, მაქსიმალური კომპეტენცია, მაქსიმალური ანგარიშვალდებულება, ეს არის ალბათ ის თარგი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უნდა მიყვებოდეს. ერთი არის საჯარო სამართლის ელემენტები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ინვესტიციები ეკონომიკა მოითხოვს აბსოლუტურად სხვა ტიპის აზროვნებას. ეს დრო არის დასამკვიდრებელია. კი ბატონო, მადლობა კიდევ ერთხელ საინტერესო საუბრისთვის. ვიქტორ ყიფიანს უსმენდით ჯეოკეისის დამფუძნებელს პირდაპირ ეთერში.